ის ვინც უძველესი ქრისტიანობა შეინარჩუნა ბერძნები არიან და ქართველები. როცა პატარა ბალახი მცენარე ხეთქავს ქვას და ამოდის იქ. ისლამი არის ბიზანტიის იმპერიის პროტესტანტიზმი. სომხურ ეკლესიას დიდი გავლენები ჰქონდა მაშინ. და აი ამ დროს გამოჩნდა კირიონ პირველი. ეს ჩვენი ეროვნული გმირია ხალხო. რომ არა კირიონი აღმოსავლეთ საქართველოს გასომხება ემუქრებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოს ბერძნული გავლენების ქვეშ აღმოჩნდებოდა. გამოიყვანა საქართველოს და აი ამ იმას დიოფიზიტურ სამყაროს საბოლოოდ შეუერთდით და საბოლოოდ დადასტურდა საქართველოს ორიენტაცია ევროპაზე. ქრისტიანობა არის მათი რელიგია და ჩვენ ეს ებრაელებისგან გვაქვს მიღებული. სამუელმა რა დაანათლა დავით, შენი შვილები, შენი შთამომავლები იმეფებენ. აი თითქმის იდენტურ ამბავს გადავაწყდებით ჩვენ როცა გრიგოლ ხანძთელი. უდაბნოს ვარსკვლავი, აშოტ ყურაბალაც რო აკურთხებს. აი შურდულით რო გოლიათი მოკლა, ეს სიმბოლიზმი რაშია და იგივე არ არის დიდგორი. თითქოს ჩვენ რადგან მართლმადიდებლები ვართ, ამიტომ ვერ თავისუფლდებით რუსებისგან. ჩვენ რუსებისგან კი არ მეგვიღია. რუსებმა ჩვენგან აიღო. დელი ცალკე და ერი ცალკე არ ყოფილა. აი ეს გაყო რუსეთმა დღეს. ეკლესია თითქოს დაადუმა ერის მიმართებაში. თან ეს რუსებს ჩვენთვის აქვთ. თორე ხა დააკვირდით რუსული ეკლესია როგორ არის ჩართული უკრაინის ომში. მაგრამ ჩვენ მოდლებს თურმე ქართველ მოდლებს რუსთაველის გამზირს რო ჩავერთოთ აქ და ამ ახალგაზრდების დაცვაში რო ჩავერთოთ, ეს უკვე პოლიტიკაა. გესმით? დაჩაგრულის მხარის დაჭერა აიგრძალა. და ეს დაჩაგრული ჩემი შვილია. რუსეთის იმპერიამ საეროც გაგვიუქმა და სასულიეროც გაგვიუქმა. ძალიან დამღლელი მოლაპარაკება მიდიოდა მაშინ სოფლიოს საპატრიარქოსთან და მის ხალე არ დათმო ჩვენმა პატრიარქო. მისის ღვაწლია მაშინ. ვინც ბოლომდე დაითმენს ის გადარჩებაო, რომ ამბობს უფალი. ეს ნიშნავს იდეაზე. ვინც ბოლომდე დარჩება ჯიუტად. ბოროტებასთან შეუგუებლობას. მოგესალმებით ყველას. დღეს ოდნავ განსხვავებული ფორმატით ხვდებით ერთმანეთს, არა მარტო დროების YouTube არხის მაყურებლები. ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი და ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. მე მათ ვთხოვე, რომ დღეს გვესაუბრა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაზე, ქართული სახელმწიფოსთვის და ზოგადად ქართველი ერის ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ მოვლენაზე, რომელმაც მნიშვნელოვან წილად განსაზღვრა არა მხოლოდ ჩვენი სარწმუნოებრივი ისტორია, არამედ სახელმწიფოებრივი განვითარების გეზიც. არა მარტო ინდივიდუალური არჩევანის სახე ჰქონდა ამას, არამედ ალბათ და დიდი ალბათობით ჰქონდა სტრატეგიული პოლიტიკური არჩევანი, შემადგენელიც იყო ნამდვილად. ამას საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა არა მარტო ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი ხასიათი, ქართული სახელმწიფოს ადგილი იმ ცივილიზაციურ გზაჯვარედინზე, რომელზეც აღმოჩნდა იმ მომენტისთვის და პრინციპში ამ გზაჯვარედინზე ხშირად გვიწევს ხოლმე უკან შემოbrunება და როგორც წესი ღვთისყალობით ქართველი ერის სიბრძნით მაინც ყოველთვის იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიყვება ჩვენი ეროვნული ენერგია და მთლიანად ქართული საზოგადოება. 1700 წელი სრულდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმალურად ეს ასია, რამდენადაც შემდეგ უკვე გუბაზი უფრო მეტ სიზუსტეს შემოიტანს ამ თარიღის განსაზღვრის სამეცნიერო მეთოდიკაში, მაგრამ ჩვენ ვამბობთ და ასია, რომ დაახლოებით 1700 წლის წინ სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული ქრისტიანობა საქართველოში. იმ სამეფო წარმონაქმნში, იმ ტიპის საქართველოში, რომელიც იმ დროისთვის, ასე ვთქვათ, მეფე მირიანის და ნანას აი მათი ხატები არის გამოსახული ჩვენ ზურგს უკან. და მათ შორის ის დიდი მეფეები, არა მარტო დიდი მეფეები, დიდი მოღვაწეები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული სახელმწიფოს, ქართული ეროვნული ცნობიერების განვითარებაში და ალბათ ცალკე ვისაუბრებთ ქართველი ქალების როლზეც და წმინდა ნინოს ფიგურა ნამდვილად არის განსაზღვრელი მონუმენტური ფიგურა, ასე ვთქვათ, ჩვენი საქრისტიანო გზის დასაწყისი ეტაპისთვის. მინდა ვთხოვო მამა დოროთეს პირველ რიგში მან ისაუბროს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზოგადად საქართველოს გაქრისტიანებაზე, როგორც მოვლენაზე, სასულიერო ღირებულებით არჩევანზე ქართველი ერისა. მადლობა, მოგესალმებით. 327 წელი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მაშინ გავიგეთ ქრისტიანობა. თვითონ ისტორიიდან ცნობილია კონსტანტინე დიდმა რომ გადაწყვიტა და შეწყვიტა ქრისტიანობის დევნა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ქრისტიანობა საკმაოდ გავრცელებული და ამავდროულად გაძლიერებული იყო მთელს იმპერიაში და ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის ჩვენთანაც იქნებოდა ხალხში და ქრისტიანობა არის ისტორიული ცნობები, რომ იქ სადაც ბერძნები იყვნენ დასახლებული, საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოშიც და მეფეც არ მიიღებდა მას ისე ხელაღებით საქართველოში ქრისტიანობა მთელი ერისთვის რომ უცნობი ყოფილიყო. მაგრამ ბიზანტიის იმპერიის მიერ სხვათა შორის ამას ამბობენ, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და არ არის სწორი, არასოდეს არ გამოცხადებულა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. უბრალოდ კონსტანტინეს ედიქტი, მილანის ედიქტს რასაც ეძახიან, არის ის, რომ შეწყდეს ქრისტიანობის დევნა და საერთოდ მე ხშირად მაქვს ნათქვამი და კიდევ გავიმეორებ, რომ ქრისტიანობის მოსპობა შეუძლებელია იქ, სადაც ტყვია არ არის, იქ, სადაც სიკვდილი არ არის. სიკვდილით ვერ მოსპეს, მაგრამ ამცირებდნენ. მოწამეებით, ანუ ხალხს ოდევნიდნენ, მცირდებოდა და იატა ქვეშეთ მიდიოდა ქრისტიანობა და როცა ის აღიარეს და როცა ქრისტიანობას თავისუფლება მიეცემა, ის თავისთავად ნებისმიერ სიბნელეს ანათებს. ამიტომ ქრისტიანობის მიღმა სხვა არის სიბნელე და ამიტომ გახდა ის წარმართველი რელიგია იმპერიაში და არა ის, რომ იქ იმპერატორმა თქვა, გინდა თუ არა ქრისტიანები უნდა იყვნენ პირველები. ეს არ მომხდარა. არა, იმიტომ რომ რაღაც ფორმალური სტატუსი მიენიჭა. ფორმალური სტატუსი არ მინიჭებია და ამიტომ ჩვენ იმპერიასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და აქედან გამომდინარე, როგორც კი სახელმწიფოსთვის მიღებული გახდა, ანუ იმპერიისთვის მიღებული გახდა ეს რელიგია, როგორც ჩანს, ჩვენმა მეფემ და დედოფალმა მირიან და ნანამ ეს ჩათვალა მართებულ გზად და მე თვითონაც გაქრისტიანდნენ და მიიღეს ქრისტიანობა და საერთოდ აი როცა ამბობენ რომ ქრისტე როცა მოვიდა თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღო ის აქ არ იგულისხმება ებრაელი ერი, იმიტომ რომ ქრისტიანობა ებრაელ ერში, სამარიაში და გალილეაში იწყება, კერძოდ გალილეაში და სამარიაში. იქიდან მოდის ქრისტიანობა, ებრაელი ერის უდიდესმა ნაწილმა მიიღო, მაგრამ მეფემ თავისი მეფე არ ყავდა და მეფემ არ მიიღო და იმ ეკლესიამ არ მიიღო, იმიტომ ითქმის, რომ ქრისტიანობა არ მიიღო ისრაელმა, თორე ისრაელიანებმა მიიღეს და გაავრცელეს ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის მათი რელიგია და ჩვენ ეს ებრაელებისგან გვაქვს მიღებული და ებრაელების რელიგია, მაგრამ აი საქართველოშიც როგორც ჩანს იყო ქრისტიანობა, მაგრამ სანამ მას მეფე მიიღებდა, მანამდე სახელმწიფო რელიგიად არ ჩაითვლებოდა, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ მეფის გადაწყვეტილება არის ის, რასაც ერი წყვეტს და მადლობა ღმერთს და მადლობა ჩვენს ერს, რომ ახამდე მოვედით და ჩვენთვის როგორც ილია მართალი ბრძანებს, ენა მამული და სარწმუნოება ეს არის ის სამება, რომელსაც ქართველი ერი ურთხილდებით ისე, როგორც სიცოცხლეს, როგორც მარადისობას, როგორც ხელუხლებელ ცნებებს და ბევრი ქართველი ვიცით, რომლებიც ეწირებოდნენ სარწმუნოებას, მამულს, ენას და ეს არის ჩვენი საუნჯე, რომელსაც ასე ურთხილდებით და იმედი მაქვს, რომ 1700 წელი, კიდევ 1700 წელი ამას გაურთხილდება საქართველო.
ჩვენ მოგვიწევს საუბარი დღეს მათ შორის თანამედროვე გამოწვევებზეც, მაგრამ მინდა გუბას ვთხოვო იმ ისტორიულ კონტექსტშიც გვესაუბროს რა გარემოშიც, რა პირობებშიც მოხდა მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღება და რისი გამოხატულება იყო ეს რაღაც ღირებულებით სიახლოვესთან და აი ამ ასე ვთქვათ ქრისტიანობის როგორც სარწმუნოების შინაარსთან და ის მნიშვნელობასთან ერთად რა პოლიტიკური წანამძღვრები, წინაპირობები არსებობდა იმ მომენტისთვის. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. დიდი მადლობა ბატონ გიორგი მოწვევისათვის. წყინვალე აღდგომა მობრძანდება და ყველას გილოცავთ დიდი სასოებით ველოდებით ყველა ქრისტიანი აღდგომას, იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი მოვლენა ჯვარცმა და მერე აღდგომა, იმიტომ რომ ჯვარცმას აუცილებლად აღდგომა მოსდევს და ეს ჩვენი სასოება და იმედი არის ყველა ქრისტიანისათვის და ყველა წესიერი ადამიანისათვის. ახლა ჩეხება ქრისტიანობის შემობრძანებას ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მიწაზე ხო ეს დიდი პროცესი იყო და ახსენა რომ გამავრცელებლები მოციქულები იყვნენ, ახლა მოციქულები ეროვნებით ებრაელები იყვნენ, ახლა ეთნიკური ებრაელები იყვნენ, ხო იქიდან მოხდა ამის გამოდანა მოციქულებმა გამოიტანეს ხო და ქრისტიანობას ერთი განსხვავებული თვისება აქვს სხვა რელიგიებისაგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქრისტიანობის გავრცელება მოხდა ქვემოდან, ხალხისგან. ხალხიდან წამოვიდა. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარადოქსი არის, ბუნებრივი პარადოქსი არის, როცა პატარა ბალახი მცენარე ხეთქავს ქვას და ამოდის იქ. დაახლოებით ასე იყო. რომის იმპერია იყო ქვა აკლდე, ხოლო ქრისტიანობა იყო პატარა ბალახი, რომელმაც მაინც გახეთქა და ამოვიდა და ეს პარადოქსულობა თითქოს და ამ ქვეყნიური პარადოქსულობა, რომ ისეთი დაუნდობელი იმპერია, ისეთი შეუწყნარებელი იმპერია, როგორც იყო რომის იმპერია, ხო ახლა როცა მოხდა ქრისტიანობის გავრცელება. ახლა ჩვენ რომაელი, ტიპიური რომაელი ვინ იყო, ხო? ეს იყო დაუნდობელი კაცი. შეცოდება რომაელებმა არ იცოდა. აი შეეცოდა ვიღაცა და ამიტომ არ დასაჯა არა. ეს იყო საკმაოდ დაუნდობელი საზოგადოება. გარკვეულწილად სამართლიანიც, მაგრამ ამავე დროს დაუნდობელიც ხო ახლა. ტიპიური რომაელი როგორი იყო, რომ ბავშვს მოკიდევდა მამა ხელს და ცირკში მიყავდა, არენაზე მიყავდა გლადიატორების ხოცვაჟლეტას აყურებია. სისხლს მიჩვეული საზოგადოება. რომის იმპერია შეიქმნა სისხლით, ომით. ხო? და აი ამ იმპერიაში აი ასეთი რელიგია მოვიდა, რომელსაც დევნიდნენ სულ. დაიბადა პატარა პროვინცია იუდეაში, მაშინ ჯერ იუდეა ერქვა. ჩრდილოეთში იყო სამარია, ჩრდილოეთს ეძახოდნენ და სამხრეთში იყო იუდეა, ხო? ერთ-ერთ ყველაზე მცირე პროვინციაში, აი ყრუ პროვინცია იყო რომის იმპერიის. მაგრამ საკმაოდ პრობლემური რომის იმპერიისთვის და აი აქედან გამოვიდა მშვიდობიანად, გამოვიდა სიტყვით, გამოვიდა ჭეშმარიტებით და რაც მთავარია გამოვიდა და დამკვიდრდა ცოდვათა მონანიება იყო უცხო აბსოლუტურად ყველა რელიგიისთვის იმდროინდელი ხო მერე იმეორებს უკვე სხვა რელიგიები იმეორებს ამას ხო რომ ცოდვილის შევრდომება პატიება ხო დაჩაგრულის დაცვა რომ ღმერთი არ არის ბრძანებელი ღმერთი არის მამა თვითონ ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი მოკვდავისათვის და მან იმხელა სიყვარული გამოავლინა ადამიანის მოდგმის მიმართ რომელსაც დაბადებიდანვე ყველას ერთ და იგივე ცოდვა გვაქვს ადამიანის ცოდვა მოყვება და უცოდველი არავინ არ არის ხო აი ისე შეიყვარა ადამიანი უფალმა რომ თავისი ძე მოგვივლინა განკაცებული ღმერთი ხო ეს არის
ეს არის ყველაზე დიდი პოსტულატი ქრისტიანობის და მის სიძლიერეც ამაშია სიყვარული, დაუძლეველი სიყვარული, ყველაფერს რომ ამარცხებს, ყველაფერს რომ ავიწროებს და ბატონდება, ხო, ქვეიდან გაბატონდა. და მამამ სწორად ბრძანა რომ კონსტანტინე იმპერატორმა, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მილანის ედიქტი არ არის ეს მცდარი შეხედულება, ის არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. აქამდე როგორ იყო, რომ ტრადიციული რელიგია რომის იმპერიაში იყო, ანუ წარმართობა და უკვე ტრადიციული გახდა ქრისტიანობა. ანუ ორი დიდი რელიგიური ნაკადი იყო და აქამდე დევნა მიდიოდა სულ ქრისტიანების უმეტესწილად, თუმცა იყვნენ იმპერატორები, რომლებიც ნაკლებად აქცევდნენ ამას ყურადღებას, მაგრამ მაინც დევნილი რელიგია იყო, ხო, ესა და უბრალოდ კონსტანტინემ ფაქტების კონსტატაცია დააფიქსირა, ანუ ლეგალიზება, ანუ წარმართობასთან ერთად ქრისტიანობაც არის ლეგალური რელიგია. და ჩეხოვის სახელმწიფოს ანგარიშებია, რომ თეოდოსის დროს მოხდა, მაგრამ ეს უკვე მოგვიანებით არის, რა თქმა უნდა. ხო და რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ამ დიდი ოიკუმენეს ნაწილი ვიყავით, ხო, ეს მეტერანული დიდი ცივილიზაცია, ხო. რაც ჯერ ელინიზმიდან მოდიოდა, ხო, ძველი ბერძნული ცივილიზაციიდან მოდიოდა, მერე რომაულმა ამისი გამსოფლიოება მოახდინა, ხო, და ჩვენ ამის შემადგენელი ნაწილი და დადასტურებულად უძველესი არქაული ნაწილი ვიყავით და რა თქმა უნდა, ხა თუნდაც ქართლის სამეფო და თუნდაც დასავლეთ საქართველო, ხო, ახლა ჩვენთვის არ იყო ეს უცხო ქრისტეს მოძღვრება. მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად იყო ფეხმოკიდებული, მოციქულებს ფეხი ჰქონდათ დადგმული, ანუ ხალხში ძალიან გავრცელებული იყო, მაგრამ აი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, საერთოდ ყველა თარიღი არის პირობითი, იმიტომ როგორც ჩვენს ქრისტიანული თემები უცხო არ იყო ჩვენთვის. მოყოლებული პირველი საუბარი. რა თქმა უნდა, ხო, ახლა ებრაული თემიც იყო, როგორც ჩანს ებრაულ თემში ძალიან ბევრი იყო ქრისტეს მოძღვრების მიმდევრები. ანუ ჩვენ არასდროს მოწყვეტილი არ ყოფილ, ჩვენ არ ყოფილვართ განკიდური ცივილიზაციის. ყველა ახალი იდეა, ყველა ახალი ნოვაცია ჩვენთვის ცნობილი. ჩვენ ამ ოიკუმენეს შემადგენელი და სრულფასოვანი ნაწილი ვიყავით. ამიტომ მირიანმაც და დედოფალმა ნანამაც მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, ხა ჩვენ ვიცით ჩვენი საეკლესიო გადმოცემა, რომ როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, მაგრამ ეს ერთ რამეს ადასტურებს რა, რომ სამეფო დინასტიამ მიიღო ეს რელიგია და სოთეში საინტერესო რა არის, სამი ძველი ხალხი, მინდა ვთქვა, თითქმის ერთდროულად ვიღებთ ქრისტიანობას ჩვენ, სომხები და ეთიოპიელი. ეთიოპია სოთეში ძალიან საინტერესო ქვეყანაა და აი ჩვენ სამი ხალხი ვიღებთ და სამეული ვართ ყველაზე ძველი ხალხები, ვინც მივიღეთ ქრისტიანობა, ქრისტეს რჯული მივიღეთ, მერე მოგვიანებით მინდა ორიენტაციის განსაზღვრა ხა. ეს ნიშნავდა ერთ რამეს, რომ ჩვენ ქრისტიანობა დაიძრა ყველა მიმართულებით, აღმოსავლეთისკენაც წავიდნენ ახლა, ხო? მოციქულები ინდოეთში ჩავიდნენ, სპარსეთშიც იყვნენ, ახლა მაგალითად ქალაქი სელევკია, რომელიც სპარტიელების სამეფოში იყო, დიდი სამწყსო იყო იქა და დიდი კათედრა იყო, მაგრამ მაინც დასავლეთმა იყო, მაინც ბერძნულ რომაულმა ცივილიზაციამ მიიღო ესა და მერე ამ უზარმაზარ მოძღვრებას უკვე დაემყრო ბერძნული ფილოსოფია და აი მივიღეთ იმ სახით, რა სახითაც კლასიკური ქრისტიანობა არის, ხო? მე ერთი რამ მინდა ვთქვა რა, რომ ძალიან ხშირად ბევრს გონია რელიგია და რწმენა ერთი და იგივე. ძალიან ხშირად ეს ერთი და იგივე არ არის, იმიტომ რომ რელიგია არის ფორმა, რწმენა არის შინაარსი. ხო და ამიტომ რწმენა შემოვიდა ჩვენთან.
რწმენით შემოვიდა, რწმენით მიიღეს დედოფალმა ნანამ და მირიან მეფემ ეს და არა ფორმით. იმიტომ მოგვიანებით მე გვიან რომ გაქრისტიანდებიან, თუნდაც ჩვენი თანამოძმე და თანაბრძოლი უკრაინელი ხალხი როცა მიიღებს და ეს უკრაინული იყო, კიევი იყო უკრაინა. ხო? კიევი 700 წლით უფროსია მოსკოვ. აი იქ ფორმით მიიღეს. მოგვიანებით ქრისტიანობა უკვე ფორმით ვრცელდება განსაკუთრებით ევროპაში, ჩრდილოეთ ევროპაში, ერთადერთი გამონაკლისის გარდა ეს არის ირლანდია. ირლანდიელები ძალიან ძველი ქრისტიანები არიან. ხო? და ხოთაშვილის მათ ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელდა მისიონერული საქმიანობა ჰქონდათ ირლანდიელებს და ასე რომ ჩვენ სათავეებთან ვართ ქრისტიანობასთან. ჩვენ ვართ მოთავენი ქრისტიანობის და ასე რომ ბერძნებთან ერთად, რომაელებთან ერთად, სომხებთან ერთად, ეთიოპელებთან ერთად ჩვენ ვართ პიონერები ამ ჭეშმარიტების შეცნობის. გუბას ოდნავ მოგვიანებით, რა თქმა უნდა, მოგვიწევს მძიმე ტვირთის და ამავე დროს ძალიან საპატიო მისიის დარებაზე საუბარი. საქართველოს შენ თავად აღნიშნე უზარმაზარი ქრისტიანული თემები იყო დიდ აღმოსავლურ სამეფოებში, სახელმწიფოებში, მაგრამ ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ იქ როგორც წესი იდევნებოდა ქრისტიანობა და შემდეგ უკვე განსაკუთრებით მაჰმადიანობის გაბატონებასთან ერთად ძალიან ისეთ წინააღმდეგობრივი მტრული დამოკიდებულებები გაჩნდა და ამ ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ფორპოსტი იყო საქართველოს და ამ როლის, ამ მისიის განხორციელებაში ჩვენმა სამეფო დინასტიებმა, ჩვენმა საერო პირებმა, სასულიერო პირებმა უზარმაზარი მსხვერპლი ვარწლი გაიღეს, მათ შორის ბაგრატონთა გერბიც არის წარმოდგენილი, მინდა რომ ამის თაობაზეც მოგვიანებით ისაუბრო, მანამდე მამა დოროთეს მინდა მივცე კვლავ შესაძლებლობა რა განსხვავება, ანუ რა გარდატეხა მოხდა იმ დროინდელ საქართველოში. რა სულიერი დაღირებულებითი ნიადაგი არსებობდა და რამდენად გარდამტეხი და განსხვავებული იყო ქრისტიანობა თავის ღირებულებებით, რომელიც შემოვიდა იმ დროინდელ საქართველოში. საერთოდ იცით როგორ არის, მე ცოტა შორიდან მოვული. ქრისტიანობა კონსტანტინე დიდის დრომდე სხვა იყო და ქრისტიანობა კონსტანტინე დიდის მერე სხვა არის. განსაკუთრებით მეხუთე საუკუნიდან. ქრისტიანობა როცა უკვე ლამის სახელმწიფო რელიგია გახდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანობით დაიწყეს პოლიტიკის წარმოება. და როცა ქრისტიანობით იწყებ პოლიტიკის წარმოებას, იქ ქრისტიანობა კლინდება. და ეს ჩვენთან არ ყოფილა. საქართველოში ეს არ ყოფილა, ქრისტიანობას პოლიტიკის საწარმოებლად არ იყენებდნენ. ინსტრუმენტი არ იყო. აი საქართველოში ქრისტიანობის დევნა იყო მარტო იმის შემდეგ, რაც რუსეთი შემოვიდა საქართველოში. ის მოწამეები, რომლებიც ახლა კომუნიზმის შემოსვლის შემდეგ ყავს და მანამდეც ხო დევნა იყო. ქრისტიანობის დევნა საქართველოში არ ყოფილა. თუ დევნიდა სხვა შემოსული. თორე ჩვენ ქრისტიანობა კი არ მიგვიღია. ჩვენ არ ყოფილვართ რაღაცა ერი, მიუხედავად იმისა, ძველი ვართ, მაგრამ აი როგორც ერი არ ვიყავით. ну ძველად არც იყო ქალაქ სახელმწიფოები იყო და ეხა საქართველოს ხელა ქვეყანა ძველად არ არსებობდა. ქალაქ სახელმწიფოები იყო და ერთი ქვეყანა და თუნდაც ეს სახელმწიფო რომელიც დღეს პატარაა საქართველო, მაგრამ აი ესე დიდი რო იყო, ქალაქ სახელმწიფოების ერთობა იყო გუბაზე უკვე თითქოს. ხო და მოკლედ რისი თქმა მინდა რომ ამას იყენებდნენ, ბიზანტიაც იყენებდა. და ფაქტიურად საქართველო აღმოჩნდა ის ერი,
რომელიც იყო არა ბერძნული, არა ლათინი, მაგრამ ძირძველი ქრისტიანი. და ქრისტიანობა ისე განვითარდა, რომ ბოლოს, ბიზანტიის დროს და დაცემის შემდეგაც მართლმადიდებლებს ეძახდნენ ბერძნებს და კათოლიკებს ეძახდნენ ლათინებს. თელევროპელებს, ლათინებს. და ჩვენ ფრანგებს ვეძახოთ, ყველას აბსოლუტურად. კი ბატონო, ჩვენ ფრანგებს ვეძახოდით, ხო, თურმე. და ვინც მიიღებდა იმას, ახაც ფრანგს ეძახდნენ, ხო? და ჩვენ ვითვლებოდით ბერძნული კულტურის იმად, მაგრამ არა ვარ ბერძნები. სხვათა შორის ისლამი არის ბიზანტიის იმპერიის პროტესტანტიზმი. აი ხო მოხდა პაპის მიმართ პროტესტანტიზმი. ლუთერმა რაც გააკეთა, პროტესტი რო გამოუცხადა. ისლამი მუჰამედის რელიგია იყო ბერძნული ამ ქრისტიანობა როგორ განვითარდა და რა ცუდი ფორმა მიიღო, ამისი პროტესტი იყო და ამისი პროტესტი იყო ყველაზე მთავარი რა. მუჰამედმა თქვა, რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელი ეროვნების ახარ, თუ მაჰმადიანი გახდები, ტოლი ხარ. და ბერძნული კულტურა ისე ვითარდებოდა, რომ თუ მართლმადიდებელი ხდებოდი, ბერძნებოდი. ეროვნულობას კარგავდი. ამიტომ იქ იყო ეს მწვალებლობები ხშირად. ამის გამო იყო გამოწვეული სხვადასხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ გაბერძნება არ უნდოდა. სხვათა შორის, აი ენა მამული სარწმუნოება, ეს ცოტა ისეთი თემაა. ეს ენა სვიად გამსახურდია საკამაზე ნამუშევარი და ის რო ამბობს იოანე ზოსიმე, რომ ამ ენითა განიკითხოსო ბოლო ჟამს ღმერთმა, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ქართული ენით ილაპარაკებს ღმერთი და ეს არასწორია. ქართული ენით ღმერთს არ დაჭირდება არაფერში საუბარი და საერთოდ ენაც, ხო და სვიად გამსახურდიას აქ გამოცხადებიდან აღებული და სწორი ნამუშევარია ლაზარე ქართველი ერის მისიას რო ამბობს, რო ნაწარმოებისა რო აქვს ნაშრომი, რომ გამოცხადებაში წერია ესეთი რაღაცები, რომ უთხარი ამ ენას, ენებს უთხარი და ენა და ერი ერთი და იგივეა. ამიტომ ამერითა განიკითხოს ეგ შეიძლება სწორი იყოს, ეს წინასწარმეტყველება იოანე ზოსიმეს, ამერითა განიკითხოს, ვიდრე ამ ენით განიკითხოს. ენა ეს ერს ნიშნავს და ეროვნულობის კურთხევა ენიდან გამომდინარეც სამყარო მიიღო ბაბილონის გოდოლის დაშლის დროს. ერთი ენა იყო და ღმერთმა აური, ეს ღვთის კურთხევაა. რომ ეროვნულობა არსებობდეს, მაგრამ იმპერიები რას ცდილობდნენ? ეხლა იმპერიაში, რომის იმპერიაში და იმაში ბიზანტიის იმპერიაში რა იყო გავრცელებული ფორმა, რომ რადგან ჯვარზე სამი ენაზე იყო წარწერა, ესე იგი ქრისტიანული მსახურება შესაძლებელია მხოლოდ სამ ენაზე. და დარჩა ლათინური, ბერძნული, ლათინური. და ეს არ იყო სწორი. და ეს რო სწორი არ იყო, ეს ჩანს საიდან, რომ როდესაც მოციქულებზე სულიწმინდა გადმოვიდა, ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ეს ენა იყო ყველა არსებული ენა. უცხო ენაზე კი არ ვიღაცისთვის უცხო იყო, მაგრამ იყო სკვითურად და ყველა ენაზე ალაპარაკდა და ეს იყო სულიწმინდის კურთხევა, მაცხოვარი რო ამბობს, რომ ის მოვა და გასწავლი თქვენ ყველაფერს, აი მოციქულებს ძალიან გაუჭირდებოდათ სულიწმინდას, რომ ისინი სხვადასხვა ენაზე არ აელაპარაკებინა, ძალიან გაუჭირდებოდათ რა ენაზე დაეწერათ სახარება. და რამდენად ეხადაგათ სხვა ენებისთვის, სხვა ერებისთვის და სულიწმინდამ განაბრძნო, რომ სულიწმინდამ აამეტყველა ყველა ენაზე. და ეს ქართულ ქრისტიანობაში ჩვენ ყოველთვის ამას ვიცავდით და ამით ვეწინააღმდეგებოდით, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს, ეს ილიას ბოლო საუკუნეებია, მაგრამ იგივე იმით ვიყავით, რომ ქართლსა შინა
ჟამი ქართულად შეიწირვების ეს არო აღნიშნეს თორცები მერვე საუკუნეა ეს რო აღნიშნეს რომ ქართულად შეიწირვების რატო აღნიშნეს რომ კურთხევა ანუ უფლება გქონდა ერებს სხვა ერებს არაბერძნულ ერებს და არა ლათინურს რომ სახარება ეთარგმნათ და სახარება წაეკითხათ ქართულად ამიტომ გვაქვს სახარება ძველი თარგმანი მაგრამ ჟამის წირვა ბერძნულად უნდა ეწირათ ესმით აი ამის ის იყო რომ აი ქართული ისა ერთ-ერთი ეს ძირძველი მართლმადიდებელი ჩვენ ხო მართლმადიდებლები ვარ და ეს მართლმადიდებლობა არის პირველი რელიგია ქრისტიანობის პირველი სახე და იმ ბერძნებთან ერთად ну ლათინები ვიცით რომ უკვე მართლმადიდებლები არ არიან ახლა მაგისგან ის არ მინდა ახლა განკითხვებს არ ვიცი ხო მოგვიანებითი ამბავია მაგრამ ის ვინც უძველესი კულტურის უძველესი ქრისტიანობა შეინარჩუნა ბერძნები არიან და ქართველები რაზეც მამა დოროთე საუბრობდა გობას მათ შორის მივედით იმ კონკრეტულ მონაკვეთამდე, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, ანუ დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსის თემა შემოვიდა და ამისთვის ჩვენს დიდ სახელმწიფო მოღვაწეებს, დიდ მეფეებს და არა მარტო მათ სასულიერო პირებს აქვთ უზარმაზარი 8 წლის ძველი შეტანილი. აი რა ძირითადი გამოწვევები იყო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან მის თავსებადობასთან მიმართებაში. თუ შეგვიძლია გავხსენოთ რამდენიმე ესეთი სანიშან სვეტო მოვლენა, რომელიც აი ამ შედარებით მოკლე საუბარში აუცილებლად უნდა ხსენდეს. ხო, ძველ ქრისტიანობას ყავდა ეგრეთ წოდებული პენტარქია იყო ასეთი ცნება არის ძვირფას მეგობრება არის ეს ნიშნავს ხუთის მართვას ხუთ მართველობას ანუ თავისი მნიშვნელობით იყო ხუთი ცენტრი ქრისტიანობის ეს იყო რომი მერე ალექსანდრია მერე მოგვიანებით ალექსანდრიის მაგივრად კონსტანტინოპოლი ესე რომი კონსტანტინოპოლი ალექსანდრია ანტიოქია იერუსალიმი ეს იყო მთავარი სვეტები ქრისტიანობის ეს და ამათ ჰქონდა თავიანთი გავლენის სფეროები და ტერიტორიები და ხალხები ახლა ჩვენ ბევრს ეშლება რომ ჩვენ კონსტანტინოპოლის წიაღიდან ჩვენ ანტიოქიის წიაღიდან ვართ გამოსული თუმცა ჩვენი მეფეები, ჩვენი დიდი მოღვაწეები ყოველთვის იბრძოდნენ რომ ჩვენ ქონოდა ავტოკეფალი, ანუ თვით მართვა, თავის საკუთარი თავის მართვა, ავტოკეფალი ამას, ავტოკეფალოს, ხო. ხო ჩვენ ვიცით რომ ვახტანგ გორგასალს აქვს დიდი 8 წლი ავტოკეფალიის მოპოვებაში, თუმცა განჩენ ქრისტიანულ სამყაროში ეს არ იყო ასე უაპელაციოდ ვერ მივიღეთ ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამას განსაკუთრებით ბერძნები კითხვის ქვეშ აყენებდნენ, ხო. მერე გიორგი ათონელმა ფანტასტიკური დებატები ჩაატარა ანტიოქიაში და დაადასტურა. ავტოკეფალიას ღებულობს ის ხალხი და ის ქვეყანა და ის ეკლესია, სადაც რომელიმეს 12-თაგან მოციქულთაგანს აქვს ფეხი დადგმული და გიორგი ათონელმა დაადასტურა, ერთ კი არ არამედ რამოდენიმე მოციქული იყო საქართველოში ნამყოფი ეს ფანტასტიკური შრომა გაწია და მესამე დიდი ავტოკეფალიის მესვეული არის პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც კი ჩვენ აღვადგინეთ 100 წლის მერე, როცა რუსებმა გააუქვა, ეს არ უკადრებია ჩვენთვის არავის, ჩვენმა ბჭყალებში ერთმორწმუნე რუსეთმა გაგვაუქმა. ბერძნებსაც კი არ ქონდათ ამისი ცდელობა, რომ ჩვენი ეკლესია საბოლოოდ გადაეყლაპათ, ხო, მაგრამ ახლა რუსებმა ქნეს ეს ორი მთავარი ატრიბუტი ჩვენი ეროვნული სიმყარისა და მდგომარეობისა ეს იყო სამეფო ტახტი და ეს იყო ავტოკეფალური ეკლესია. ჩვენმა ერთმორწმუნე ჩვენმა მოყვარულმა ბჭყალებში რუსეთის იმპერიამ
გვაკადრა ის, რაც ვერ გვაკადრა ვერც თემურლენგმა და ვერც ვერავინ. ხო? ანუ საეროც გაგვიუქმა და სასულიეროც გაგვიუქმა, მე კი აღდგა, მაგრამ აღიარება არ იყო ამისი, აი. ამ შემთხვევაში პატრიარქი ილია მეორე დგას ვახტანგ გორგასლის, გიორგი ათონელის გვერდით. ამიტომ ჩვენ პატრიარქის 8 წლზე როცა ვსაუბრობთ, გაცილებით უფრო დიდი და სხვა მიმართულებითაა ეს 8 წლი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და დღესაც ვლაპარაკობთ და ხვალე ვილაპარაკოთ. ისტორია ცოტა ისეთი მომთხოვნი მეცნიერება არის, იქ იწურება ყველაფერი და მე ის გრანიტში გადადის და აი ილია მეორის 8 წლის საბოლოო ჯამში ჩამოყალ ყველა ჩვენ შვილთაშვილებს ეცოდინება რომ მან ჩვენ დაგვიბრუნა ავტოკეფალია, აღიარებული ავტოკეფალია. ხო? ესაა ყველაზე დიდი, აი თუ იმე კითხავს ჩვენ შვილებს და განსაკუთრებით შვილთაშვილებს, აი რა გააკეთა ილია მეორემ, ხო? ახლა ღვთისმადლით ეკლესია სხეულებრივად ძლიერია, ფორმით ძლიერია, გავლენიანია, ხო? არ ვიცი ახლა როგორ იქნება, რანაირად იქნება, მაგრამ მან დატოვა ძლიერი ეკლესია, მისი სხეული დატოვა ძლიერი ეკლესიის, ხო? მაგრამ აი ჩვენი შვილიშვილები მე ისტორიის თუ საქართველო იქნება და იქნება ღვთისმადლით, იტყვიან რომ აი ავტოკეფალია მოგვიდა, დაგვიმტკიცა. მოტანა ერთია, აღიარება ერთია, როცა შენ იძახი რომ მე ცალკე ვარ, მაგრამ არავინ არ გაღიარებს და ხანდახან დაგცინიან კიდევაც, ხო, მაგრამ მეორეა როცა ყველა გაღიარებს. თან ისეთი ვარქვათ ასე კონკურენტული პენტარქიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი როგორც კონსტანტინოპოლია. ძალიან მამაო მიცის გადასარევად რა პროცესები ძალიან დამღლელი მოლაპარაკება მიდიოდა მაშინ მსოფლიოს საპატრიარქოსთან და მის ხალე არ დათმო ჩვენმა პატრიარქმა. აი მისი 8 წელი ამაშია. ხო? ხო და ახლა ეს გავლენა ახლა როგორ არის იცით რამოდენიმეჯერ გააკეთა საქართველომ არჩევანი, რამოდენიმეჯერ მოუწია არჩევანის გაკეთება საქართველომ თუ სად უნდა და რომელ ცივილიზაციურ ნაკადში უნდა და ყოფნა, იმიტომ რომ ახლა ასე იზოლირებ ჩვენთანაც არიან ახლა ადამიანები, იზოლაცია არავინ არ გვინდა, არც ის გვინდა, არც ის გვინდა და აგერ არის პაპუასების ახალი გვინეა რა, არავინ არ უნდათ. არავინ არ უნდათ და ახლა დიდი პატივისცემა ყველა ხალხს, ყველა თანასწორნი ვართ უფალთან, მაგრამ იხილეთ პაპუასების ახალი გვინეა. ასე გვინდა ჩვენ. კუნძული სანტინელა არის ინდოეთის ოკეანეში, სადაც ცხოვრობს პატარა ტომი, რამოდენიმე ასეული კაცი ცხოვრობს, ინდოეთს ეკუთვნის წესით, მაგრამ არ იკარებენ არავის. არიან ესე, ეს არის ჩვენ ჭკუაზე ვიყოთ, ეს არის. ვიღაცები რომ არ გვინდა არც დასავლეთი და ნუ ვითომ ხასიათს გვიკეთებენ და არც რუსეთი და არც აღმოსავლეთი. ქართული ცივილიზაცია, ქართული კულტურა არის გახსნილი. ჩვენ ყველაფერი შემოსულია ჩვენთან. ქრისტიანობა შემოვიდა. ხო? მანამდე სპარსული კულტურა იყო, ბერძნული კულტურა იყო. ყველაფერ კარგს ვიღებდით ჩვენ. და ეს საეკლესიო ტერმინოლოგია ბევრს როგორია რომ ქართულია, ბერძნებისგან არის აღებული, ხო, ყველაფერი და რამოდენიმეჯერ მოგვიწია ჩვენ ამ არჩევანის გაკეთება, პირველად წარმართობის დროს მოგვიწია ჩვენ არჩევანის გაკეთება, ეს იყო ფარსმანქველი, როცა რომს ეწვია ანტონინუს პიუსის დროს, ეს იყო დადასტურება, რომ ჩვენ აიქეთა ვართ, დასავლეთია ჩვენი ორიენტაცია. მეორეჯერ ეს იყო მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, რომლებმაც დასავლეთში გავრცელებული, უკვე ფეხმოკიდებული, გაძლიერებული, ქვემოდან ამოზრდილი, ტანჯვა წამება გამოვლილი ქრისტიანობა აირჩიეს, ხო, და ჩვენთვის ნაცნობი და მესამე იყო მე რომ მკითხოთ, ეს იყო კირიონ პირველი, მოგვიანებით ვისაუბროთ ამაზე, რომ გამივრცელდეს საუბარი, იმედი მაქვს რომ ამაზე დაცვილაპარაკებთ, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, არამედ დიდი ქართველი მეცნიერებისთვის, ისევე საეკლესიო მოღვაწეებისთვის, ეკლესიის ისტორიის მცოდნეთათვის, ყველა მიმიხვდება და გაიგებს, ვინ იყო კირიონ პირველი. ჩვენ
მე მგონი ისტორიის სახელმძღვანელოებში არ არის კირიონ პირველი. ჩვენ ვიცით კირიონ მეორე, დიდი პატრიარქი და ხო, მებრძოლი პატრიარქი, ხო, ჩვენ მაგრამ კათალიკოსი ჩვენ როგორ არის მე-11 საუკუნიდან ღებულობს კათალიკოს პატრიარქის ტიტულს, მანამდე კათალიკოსები ყავდა, ხო? კირიონ პირველი ვინ იყო? საბოლოოდ რო ბეჭედი დასვა, რომ ჩვენ ქალკედონი რო ავირჩიეთ საბოლოოდ, იმიტომ რომ კირიონამდე დიდი ბრძოლები მიდიოდა ჩვენი ქვეყნის შიგნით და ქართულ ეკლესიაში ბრძოლები მიდიოდა მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის. ეს რომელი საუკუნეა მას? მე-7 დასაწყისი. ხო და იქ ლამის მანიქეველობა შემოგვერია იქა. ძალიან ხშირად ჩვენები ვერასხვავებდნენ ამას. მარტო ჩვენები კი ძალიან ბევრი ვერასხვავებდა მანიქეველი, მონოფიზიტი და ქალკედონიტი. რა სხვაობა იყო ხა ეს წმინდა რელიგიურ სამეცნიერო დისპუტი იყო და ხანდახან დისპუტსაც ცდებოდა ეს, ხო? აქ პოლიტიკაც იყო ჩართული, აქ ბიზანტიის იმპერია იყო ჩართული, ამაში სასანიდური ირანი, ეს ისლამამდე ხდება, ისლამ მერე გამოჩნდება, ხო? სხვათა შორის კირიონ პირველსაც ერთის მას ვიტყვი, რომ აი რაზეც ახლა თქვენ ყვებით, იქ ჩვენ მონოფიზიტობას გადაურჩით, ხო? და კირიონმა ქნა სომხებმა მონოფიზიტობამ ეს პოლიტიკური ამაზედაც ვისაუბრებ დიდი სიამოვნებით. იმიტომ რომ პოლიტიკა რო შეიჭრა პოლიტიკური ბუნებრივია შეიჭრებოდა ახლა, იმიტომ რომ ირანი ლობირებდა მონოფიზიტობას და ბიზანტიის იმპერია იყო ქალკედონის მომხრე და ამაზე და რა ვიცი, შემდეგ იმაზე გავავრცელოთ ახლა ძალიან არ გამივრცელდეს საუბარი და მაშინ მამა დოროთეს სიამოვნებით მინდა ვკითხო. აი განსაკუთრებით წმინდა ნინო გამორჩეული ფიგურა, არა მარტო საეკლესიო ისტორიისთვის, ჩემი აზრით, ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირების ნაწილშიც, ხო? სიტყვით, სიმშვიდით, სიმართლით, სისუსტით, შეიძლება ასე ითქვას. სათნოებით. ხო, ამავე დროს შეკრული ყველა იმ მნიშვნელოვანი სიმბოლური ელემენტებით, რომელიც ქართული კაცისთვის და ქალისთვის მნიშვნელოვანია, ხო, ვაზის ჯვრით, ქალის თმის ნაცნავით შეკრული ჯვრით. ქალის როლთან დაკავშირებით და ზოგადად ქრისტიანობამ რა მოუტანა საქართველოს ისეთი, რომელმაც მოახდინა დიდი გავლენა ჩვენი ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბებაზეც და მათ შორის იმ სოციალურ სტატუსებსა და ურთიერთობებზე, რომელიც, შეგვიძლია ვთქვათ, თამამად ყოველგვარი მიგიბონკიბის გარეშე, რომ აი ამ სივრცეში, ასე ვთქვათ, აი ამ აღმოსავლეთის სივრცეში მაინცსა და მაინც დიდად ახალისებული არის. მოკლედ ვაზის ჯვარი რო ახსენეთ, იმან გამახსენა. ახან ისტორიულად საუბრობთ, ამას ვიტყვი, რომ თვარცდები ბალსამონს უწერია კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო და ჯულის კანონი აქვს განმარტებული. საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიკოსია. და იქ უწერია, რომ იბერიის ეკლესიაო დაიბარესო უმართმადიდებულესი. ანუ ისეთი მტკიცე მართლმადიდებლები, ესე უწერია ზუსტად უმართმადიდებულესი ეკლესია დაიბარესო მსოფლიო კრებაზე და პასუხი მოთხოვესავით რატომ არ ასხამთო დუღარებას, ანუ წყალს ასხამენ ბარძიმში, თბილ წყალს, ცხელ წყალს სიარების წინ. ამას რატო არ ასხამთ, არ ასხამდნენ ეთყობა ჩვენთან. არ იყო ეს ტრადიცია, არ შემოვიდა და ეს ტრადიცია მოდის იქიდან, რომ ქრისტეს, რადგან ქრისტეს სისხლს და ხორცს ვეზიარებით, სისხლის სითფო, ცივი რო არ იყოს, თბილი, ანუ მიმსგავსება რო იყოს, მსგავსება და ქართველებს უთქვას, რომ ჩვენთანო ტრადიცია არ გვაქვს ღვინოში წყალის გარევისო. და ამიტომ არ ვაკეთებთ და მერე დაიწყეს გაკეთება, მაგრამ აი რაღაცა შეურაცხყოფას ავიდგებულობდნენ წყალის გარევას ღვინოსთვის და იქ იცოდნენ ბიზანტიაში ბერძნებს წყალს ურევდნენ ისედაც ტრადიციულად ღვინოს აი მაკედონელები სვამდნენ ჩვენსავით ხო და ჩვენთან ეს ცოტა ღვინოს შეურაცხყოფა თვლიდნენ და ეს ვაზი ჩვენს წინაპრებს
და ეს ფაქტი წერია მოკლედ იმაში და რაც შეეხება ნინოს შემოსვლას საქართველოში ეს არის ჩემთვის აი რაღაცა ჩვენი ერის ბრწყინვალე ბუნების მადასტურებელი. აი საერთოდ როგორ წარმოუდგენი ახლა სამყაროს ესეთი წარმოდგენა აქვს, რაც უფრო ქვემოთ მიდიხარ, ანუ საუკუნეებში მით უფრო მხეცები იყვნენ ადამიანები, ხო, ესეთი წარმოდგენაა და სტერეოტიპი. ხო, რაღაც ესეთი სამას ქმნიან და პირიქით, ხო, აი როგორი ის არის რომ მეფე როგორი იყო, რომელმაც ღმერთს თხოვა როცა დაბნელდა ნინოს ღმერთო შემეწიეო. ნინოს ღმერთს მიმართა. ხო, აი ნინოს, ანუ ქალის ღმერთი. ქალი უცხო ქალი, რომელიც შემოვიდა. ხა ქრისტიანობა გაგებული ქონდა მას, მაგრამ მის ღმერთად ჩათვალა. და ისიც რომ დაუცველი ქალი შემოდის უცხო ქვეყანაში რო შედის, ეს არ არის ადვილი. აი ხშირად არის ჩვენ გვისაუბრია რომ ფალმა რატო არ დაავალა ქალებს ქადაგება, ხო? ნუ ვერ შევიდოდნენ წარმართულ იმებში, ქალი საერთოდ ძიმე სიტუაციაში ჩავარდებოდა, ხო? აი საქართველოში არ ჩავარდა. ეს ჩვენი კულტურის წარმომჩენი არის ქალთან დამოკიდებულების და მეორე აი ქალი ყოველთვის სადაც ძალადობაა, იქ სულ სქესად ითვლება, როცა სქესი ძალადობს, როცა ძალაზეა საქმე, იქ ქალი იჩაგრება, ხო? და ქალს ვინ დაუჯერებს. მაგრამ გონივრულობა ჩვენი იმაშია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ამბობს. არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, რას ამბობს. მნიშვნელობა ქონდა იმას, რა თქვა ამ უსუსურმა გოგონა. სიფრიფანა გოგომ, კაბადოკიელმა, რა თქვა ამან? ეს პატარა გოგოა. დაგაფიქრა, ხო, მეფე დააფიქრა, რა თქვა? უკადაგაიესო. და აი მეფე დააფიქრა. და მეფე რო ესეთ გოგოზე ნათქვამზე რო ფიქრდება, ესე იგი როგორი გონიერი მეფეა. სხვათა შორის ნინო უკაცრავად, ნინო მანამდე დედოფალ ნანას როლი არანაკლებია ვიდრე მერიანის რა. და მანამდე ნანას ქონდა ურთიერთობა ნინოსთან, ხო ეს. ანუ არა მარტო ნინო, არამედ დედოფალი ნანას როლი ძალიან დიდია მერიან მეფის მოქცევაში და ჯგუაზე მოყვანაში. სხვათა შორის სუსტ კაცებს უჭირთ ქალის დაჯერება. კი, ძლიერ კაცები უჯერებენ ქალს. ძლიერები უჯერებენ. სუსტ კაცებს კომპლექსი აქვს ქალებს, ხო, ამან ჯგუა როგორ უნდა მასწავლო. არ დავიჩაგროო და გუბას თუ დაუბრუნდეთ კირიონ პირველს. კირიონ პირველსაც დაუბრუნდეთ და საინტერესოა თავად ბაგრატიონების მისის გაცნობიერებასთან დაკავშირებული და როლი ზოგადად. ხო, ესე იგი ძვირფას მეგობრებო, ახლა კირიონ პირველი რატომ არის ჩვენი ეროვნული გმირი, ახლა ჩვენ გვახსოვს თუ არ გვახსოვს, ეს ჩვენი პრობლემაა და არა კირიონ პირველის. ეს არის სწავლება. არის სწავლება, ჯერთი რუსეთის იმპერიაში საერთოდ ჩვენი ეკლესია გაუქმდა, მე საბჭოთა კავშირში ათეიზმი პლუს თუ რამე იყო მარტო რუსული უნდა ყოფილიყო, მე მახსოვს ახლა ისტორიის წიგნი საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორია, სადაც კიევის რუსეთით იწყებოდა ეს ყველაფერი. ნუ რაღაცა 2-3 წყარი იყო სომხეთსა და საქართველოზე, ახლა მას მაინც გვერდს ვერ უვლიდნენ ჩვენ. უფრო ძველები ვიყავით. მაგრამ თანაჩე რა კირიონ პირველი. არავინ არ ცოდა. კირიონ პირველი და კირიონ მეორე არ ცოდნენ ქართველები. ვინ იყო? წესით საბჭოთა კავშირის დროს კირიონ მეორე მით უმეტეს არ უნდა ცოდნა. მაგრამ კირიონ პირველის ფიგურა რატო ასეთი განსაკუთრებული? აი მე როცა ვთქვი, რამოდენიმეჯერ არჩევანის დადასტურება დაგჭირდა, ხა წარმართობაში პოლიტიკური ორიენტაცია აირჩია ფარსმან. ეს არ იყო კულტურული არჩევანი. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ეს იყო გეოპოლიტიკური არჩევანი რომის იმპერიაზე, ხო? როცა ანტონინუს პიუსისა და ფარსმანის შეხვედრა მოხდა რომში, ხო? მე მარსის ველზე მის ძეგლი დადგეს რომაელებმა, მაგრამ
აი მეორე არჩევანი ეს არის მირიანის და დედოფალი ნანას. მე ყოველთვის ორივეს ვახსენებ. მარტო მირიანი დიდი განუსაზღვრელად დიდი როლი ითამაშა დედოფალმა ნანამ, ხო? აი როცა ჩვენმა მეფემ და ჩვენმა დედოფალმა აირჩიეს ქრისტიანობა, მაგრამ მე ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა იცით, რომ სამწუხაროდ ქრისტიანობაში მოხდა დიდი განპობა. როცა ჯერ ჩატარდა ეგრეთ წოდებული ავასაკთა კრება ეფესოში და მერე იყო ქალკედონის კრება 451 წელს. განპობა მოხდა ძალიან მარტივად და პრიმიტიულადაც შეიძლება თქვა, ქრისტიანებმა დაიწყეს დავა ქრისტეს ბუნებაზე, რამდენი ბუნების გახდა, ბევრი რაღაცა, ბევრად დაიშალა, ბევრი გამოეყო, ბევრი სექტად გადაიქცა, ბევრი მწვალებლობაზე წავიდა საერთოდ, ხო? მაგრამ მაინც ორი მთავარი ნაკადი იყო, ახან დომინირებული რელიგია იყო უკვე რომის იმპერიაში და მერე მოგვიანებით ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობა, გაიყო ორ ნაწილად. ანუ რამდენი ბუნება ქონდა ქრისტეს, იესო ქრისტეს. მონოფიზიტები ამბობდნენ, რომ მას ერთი ბუნება ქონდა ღვთაებრივი მარტო. თუმცა იყვნენ მაგალითად კომპრომისის მომხრეები, მიაფიზიტობის მიმდევრები, რომ კი ორი ბუნება ქონდა, მაგრამ ერთად იყო. აი საღვთომ გადაყლაპა ადამიანური, მაგრამ ამას დავანებოთ. მონოფიზიო, ანუ ერთი ბუნება. მაგრამ იყვნენ კიდევ დიოფიზიტები, რომლებიც ამბობდნენ და ადასტურებდნენ, რომ ქრისტეს ორი ბუნება ქონდა, როგორც საღვთო ისე ადამიანური. ხო, ადამიანიც არის და ღმერთიც არის, ხო? და გეოგრაფიის მიხედვით და ეთნიკურობის მიხედვით გაიყო იმპერია მასში. მისი დასავლეთ პროვინციები უფრო ბერძნული და ლათინური, რაც მომახსენა, ლათინური პროვინციები იყვნენ ორი ბუნების მომხრე, ანუ დიოფიზიტები. ხოლო მისი აღმოსავლეთი ნაწილი, კერძოდ სომხები, სირიელები, კოპტები, ეთიოპელები, ხო? აღმოსავლეთი ნაწილი იმპერიის მონოფიზიტობის მხარეს წავიდა და ჩვენ გეოგრაფიულად აღმოსავლეთში ვიყავთ. იბერიაც, ქართლიც და ზოგადად საქართველო. ახლა დასავლეთ საქართველოში ამის პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ ბერძნული გავლენა და რომაული გავლენა უფრო მეტი იყო დასავლეთ საქართველოში, ახლა ვიდრე. აი აღმოსავლეთ საქართველოს ბრძოლა მოუწია და რამოდენიმე საუკუნე ძალიან სერიოზული დაპირისპირება იყო ქვეყნის შიგნით და ძალიან რახან სომხებმა მონოფიზიტობა აირჩიეს, ამიტომ სომხური გავლენა ძალიან დიდი იყო ქართულ ეკლესიაში. დრო იყო, როცა სომხური კათედრა, ქართლის კათედრა და ალბანეთის კათედრა ერთი იყო. ხო? და როცა ეს ასე ორი დაპირისპირება რელიგიას ყოველთვის უკან მოძდევს პოლიტიკა. საღვთოს ყოველთვის საკეისრო მოძდევს, ხო? კეისრის ანუ საერო ამბები და მაშინ ვიცით ჩვენ რომ დიდი შვიდდასწლოვანი დაპირისპირება მიდიოდა რომის იმპერიასა და ირანს შორის. ირანი ახლა ჯერ პარტია იყო, მერე ახლა სასანიდების ეპოქაა, სადაც ზოროასტრიზმი იმპერატიულად სახელმწიფო რელიგია იყო და სასანიდები ცდილობდნენ ორი გზით, ერთი მახვილით დანერგვას და ჩვენც არ დაგვაკლეს მახვილით დანერგვა ზოროასტრიზმის, არც სომხებსაც დააკლეს სხვათა შორის, მაგრამ იყო რბილი გზა, რომ კარგი არ გინდათ ზოროასტრიზმზე გადმოსვლა. მაშინ ჩვენ მხარს დაუჭერთ მონოფიზიტობას. ანუ გამოდიოდა რა, რომ იმპერია, ბიზანტიის და რომის იმპერია დიოფიზიტობის წიაღში იყო და რახან ირანს მტრობა ქონდა ამასთან, ამიტომ მონოფიზიტობით უნდა დაეშალა და ეს აღმოსავლეთის პროვინციები და ხალხები და სახელმწიფოები ჩამოეშალა და ჩამოეშორებია და ჩვენ ამაში ამ ფრონტის ხაზზე მოვხვდით და დიდი წინააღმდეგობები იყო ჩვენს განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს და ქართლის მცხეთის ტახტთან დაკავშირებით დიდი წინააღმდეგობები იყო, დიდხანს გაგრძელდა ეს მონოფიზიტებს და დიოფიზიტებს შორის დაპირისპირება, ხო? და მე მინდა ვთქვა, რომ მონოფიზიტებს ძალიან დიდი გავლენები ჰქონდათ, განსაკუთრებით
რახან სპარსელები ფარველობდნენ სომხურ ეკლესიას, ხო, სომხურ ეკლესიას დიდი გავლენები ჰქონდა მაშინ. და აი ამ დროს გამოჩნდა კირიონ პირველი. კირიონ პირველის ბიოგრაფია არის ძალიან საინტერესო. ეს ჩვენი ეროვნული გმირია, ხალხო. ეს დავით აღმაშენებლის, წონისა და დონის, ვახტანგ გორგასლის, ილია ჭავჭავაძე, აი ამ დონე ერის მამაა ჩვენ. ქართველი ერის მამა არის, კირიონ პირველი, რომელსაც არ ვიცნობ და როცა მამას არ იცნობ, მე პრობლემები ამიტომ გაქვს. ამიტომ გვაქვს ეს პრობლემები, არ ვიცი ჩვენი ისტორია, ხო? აი კირიონ პირველი იყო, რომელმაც საბოლოოდ ხო და მოხდა რა, გამპობა მოხდა და ქალკედონში მონოფიზიტები დაამარცხეს დიოფიზიტებმა. 451 წელს და დიოფიზიტობა გაბატონდა ევროპაში. ანუ მართლმადიდებლები მაშინ და კათოლიკები მაშინ გაყოფილები არ ვეღავთ ჩვენ მე-11-ში მოხდა მეორე გამპობა, ხო? ევროპა ბერძნული და ლათინური სამყარომ აირჩია დიოფიზიტობა, ხოლო აღმოსავლეთმა აირჩია მონოფიზიტობა. აი კირიონი როცა გახდა ქართლის ესა კათოლიკოსი, მან ორიენტაცია აიღო დიოფიზიტობაზე და ქალკედონს. და ვიცი ჩვენ ცნობები გვაქვს, რომ მას ჰქონდა მიმოწერა რომის პაპთან გრიგოლ დიდთან, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი თეოლოგი და დიდი მოღვაწე. კათოლიკური ეკლესია, ზოგადად ეკლესია მაშინ გაყოფილები არ ვიყავით ჩვენ და გრიგოლ დიდის ზღვაწს აღიარებს როგორც კათოლიკური ეკლესიები, ასევე მართლმადიდებლური ეკლესიები აღიარებს. გრიგოლ დიდის მასთან ჰქონდა მას მიმოწერა და მან აი ამ მონოფიზიტური ოკეანიდან გამოიყვანა საქართველო და აი ამ იმას დიოფიზიტურ სამყაროს საბოლოოდ შეუერთდით და საბოლოოდ დადასტურდა საქართველოს ორიენტაცია ევროპაზე, დასავლეთზე, დასავლურ ქრისტიანობაზე, რასაც დიოფიზიტობა ქვია, რასაც ქალკედონიტობა ქვია. ჩვენ ქალკედონიტები ვართ და მე აქედან გამომდინარე ხა მამამ რაცა თქვა, ხო? ეროვნებას განსაზღვრავდა ენა და ეკლესია. ვინც ქალკედონიტი იყო და დადიოდა ქართულ ტაძარში, ის იყო ქართველი, ქართველად ითვლებოდა ის უკვე. და ის მაგალითად სომეხი ქალკედონიტები იყვნენ ასე, სომხებში ყველა არ იყო მონოფიზიტი, განსაკუთრებით მის დასავლეთ პროვინციებში იყვნენ მონოფიზიტები არ იყვნენ, მაგრამ ქალკედონიტი სომხები ძალიან ბევრი გაბერძნდა მერე და ბევრი გაქართველდა გიორგი. ქართული ეკლესიის წიაღში რო შემოვიდა, ის ქართულად გადაიქცა. ისე როგორც იყვნენ მონოფიზიტი ქართველები, რომლებიც გასომხდნენ მერე. ხო და შოთაშორის გარეგნულათაც ეტყო, გეოგრაფიასაც ეტყო, აი ჩრდილოეთ სომხეთის მოსახლეობა დღევანდელი, ხო? უფრო ჩვენ გავლან ვიდრე თქვათ აი ბამბაკის ქედს გადაღმა სომხების, რომლებიც აი ძველი სომხეთი რაც იყო, ხო? ასე მოხდა და კირიონმა ჩვენ შექმნა როგორც აი ქართველი ერის ჩამოყალიბება დაიწყეს ქუჯიმ და ფარნავაზმა და მე რომ კითხოთ დაასრულა კირიონმა ეროვნების საერთო ეროვნული მე პოლიტიკურად ესხნა ბაგრატ მესამე, რომელიც საკმაოდ დაუმსახურებელია ჩვენს ისტორიაში. ბაგრატ მესამე დიდი მეფე იყო. მაგრამ გასაგები არის ახლა დავით აღმაშენებლის ჭრილში ყველა იჭრილა, მაგრამ აი მე აი ნახეთ როგორი ხდება ერის ჩამოყალიბებაში ეკლესიას ჰქონდა უპირატესობა და მერე საეროს. საქართველოს გაერთიანების იდეა ათონის მთაზე დაიბადა. ათონელებმა ქნეს ეს გიორგი ათონელებმა. და მერე გიორგი ჭყონდელი და დავით აღმაშენებელი ამას მისდევდნენ. დიდი მეფეები ვინ იყვნენ ჩვენ? ყველანი მორწმუნენი იყვნენ. ვახტანგ გორგასალიც, ბაგრატ მესამეც, დავით აღმაშენებელიც, თამარ მეფეც, გიორგი ბრწყინვალეც საქართველოში წარმატებას მიაღწიეს მარტო მორწმუნე მეფეებმა და დედოფლებმა. და აი როცა ვლაპარაკობთ ამ კირიონზე, ხო კირი რომ არა კირიონი, მე ვაგებ პასუხს რასაც ვამბობ. ხო და ეს ცალკე სალექციო თემაში რომ არა კირიონი აღმოსავლეთ საქართველოს გასომხება ემუქრებოდა,
ხოლო დასავლეთ საქართველოს ბერძნული გავლენების ქვეშ აღმოჩნდებოდა. აი ეს ისტორიაში ადამიანის როლი, პერსონის როლი ერთმა კაცმა და სხვათა შორის მე ისი ბიოგრაფია საინტერესო არის გამოთქმული მოსაზრება ხეს პირდაპირ არ დასტურდება, თუმცა ძალიან დიდმა მეცნიერებმა და თეოლოგებმაც გამოთქვეს, მაგალითად არის ასეთი გერმანული წარმოშობის დიდი რუსი თეოლოგი იყო იოანე მეიენდორფი, მას აქვს გამოთქმული მოსაზრება, რომ ისლამის შემოსვლამდე, შემოჭრამდე ჰერაკლე კეისარს ჰქონდა მცდელობა მონოფიზიტების და დიოფიზიტების დაახლოების და მან იმ პენტარქიაში ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ალექსანდრია, სხვათა შორის პაპი ყავდა რომს და ალექსანდრიას. ხო? ალექსანდრიის პაპა დანიშნა ვინმე კიროს ფაზისელი. ხო, საინტერესო ამბავია. და აი იოანე მეიენდორფი გამოთქვამს, რომ ეს კირიონია. მერე ფაზისის ეპისკოპოსი გახდა, მერე საერთოდ იმპერატორმა რომ შეერიგებია, იმიტომ რომ ეს ბრძოლები ამ მონოფიზიტებს და დიოფიზიტებს შორის ეგვიპტეში, სირიაში და აქ აღმოსავლეთ პროვინციებში მიდიოდა, ხო? შერიგებისთვის მან პაპად ალექსანდრიის პატრიარქად ეს კიროს ფაზისელი დანიშნა, რომელსაც არაბები ეძახიან მუკავკას, ანუ კავკასიელი. რაც ხალხს უსვამს, რომ ის ბერძენი არ არის. ბერძენი ქართველია, სხვა ვინ შეიძლება იყოს, თან კალკედონიტია. მერე ეს შერიგება არ გამოვიდა, იმიტომ რომ ისლამი შემოვიდა დიდი ტალღა, დიდი ოკეანე და არის ცნობები, რომ მუჰამედთან, მუსლიმთა წინასწარმეტ მოციქულთან, მუჰამედთან ჰქონდა მას მიმოწერა. კიროს ფაზისელს, ანუ თუ ვივარაუდებთ და საკმაოდ სერიოზული არგუმენტაცია არსებობს, რომ ეს კირიონ პირველია, ანუ ამ ხელა კაცი გვყავს. და წარმოდგენა არ აქვს არაფერს. აი ასე, აი ეს ევროპული პროდასავლური ქალკედონიზმი იყო ევროპა. ევროპამ აირჩია ქალკედონი. ორი ბუნება ავირჩიეთ ჩვენ. ქრისტეს და მართლაც. ახლა ცოტა აბსურდულია მონოფიზიტების არგუმენტი, რომ ესე იგი ჯვარზე რო ავიდა ქრისტე, თუ კაცი არ იყო, ესე იგი არ დგენია არაფერი. ღმერთს როგორ შეიძლება ედგინოს, ხო? ანუ აზრს კარგავს. ქრისტეს წამება, ქრისტეს ჯვარცმა, რომ მან ტკივილით, ფიზიკური ტკივილით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, ადამიანის ცოდვის ჩათვლითაც კი. ხო? აზრს კარგავს. ამიტომ ვარ ჩვენ განკაცებული ღმერთის მიმდევრები ვარ ჩვენ. განკაცებული ღმერთის. თუ დავუმატებთ ამ ნაწილში, მაგრამ იმიტომ რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ არჩევანების გავლენაზე, თანამედროვე ქართველის ხასიათზე და ზოგადად ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე. რაში გამოიხატა ეს გავლენა და რა გამოწვევები აქვს ამ გავლენით ფორმირებულ ქართულ ხასიათს თანამედროვე სამყაროში. სამწუხაროდ დღევანდელი გადაცემა ვერ იქნება უბრალოდ უსასრულო, თუმცა თქვენთან საუბარმა დამარცხუნა იმაში, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ბევრი საუბარი ზუსტად ამ თემებზე, მაგრამ აი გადაცემის დასასრულ ნაწილში მინდა უკვე ვისაუბროთ ამაზე. თანამედროვე სამყაროში დღეს ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა არ არის და ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს გადაულახავი პრობლემაა, მაგრამ არსებობს ესეთი აზრი, რომ თითქოს ჩვენ რადგან მართლმადიდებლები ვართ, ამიტომ ვერ თავისუფლდებით რუსებისგან. და შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა შეიძლება უნდოდეს, რომ აი მართლმადიდებლობის შეცვლაც კი ერთმა ბიზნეს იმან თქვა, ოღონდ ნაციონალების დროს ჩვენ რუსებისგან განთავისუფლდეთ, კათოლიკები უნდა გავხდეთო, საზასათერი შიათი. გახდა კიდევაც. თვითონ გახდა. ხო და ახლა ისე თქვა მინდა, რომ მე ერთ-ერთ მკვლევარი ახალგაზრდა იყო ჩემთან და მითხრა მოლდავეთის ამბავი. რომ მოლდავეთში არის ორი ეკლესია მოქმედებს, ანუ რუმინული და თვითონ მოლდავური, ოღონდ ავტონომიური, რომელიც რუსეთს ექვემდებარება, რომლის ეგზარხოსიც იყო საქართველოში ჩამოსული ახლა.
და მან მითხრა რომ აქ მოლდავეთში არის ესეთი პრობლემა დგას რომ მოლდაველები როცა რუმინულ ეკლესიის წევრი ხდებიან რუმინდებიან და მოლდაურ იდენტობასო კარგავენო და ამას განიცდიანო ну ის ერთი ერია მაგრამ ეთქობა მაინც ეს მოლდაველობა ცალკედ და მოლდაურ იდენტობასო პოულობენ ამ რუსეს დაქვემდებარებულ იმაში ახლა ჩვენთან ეს პრობლემა არ დგას და რატო იმიტომ არ დგას ეს პრობლემა რომ ჩვენ რუსებისგან კი არ მეგვიღია რუსებმა ჩვენგან აიღო და მწერლობაც კი ახლა კირიონს აქვს ამაზე კირიონ მეორეს ნაშრომი რომ მარტო ჩვენ ვეძახით თურმე გრამატიკულად შამთაღწერელობას შამთაღწერელი ხო არის და მეორე ეს აქვს რუსებს ანუ ჩვენგან აიღეს რუსებიც ლეტაპის ეძახიან სხვა ენაზე ეს არ არსებობს და ჩვენ უფრო ადრე გქონდა ის ვიდრე რუსებმა და ეთქობა თამარ მეფის მეუღლე რო იყო ის რუსი იქიდან ჩვენი კულტურა იქეთ გადაიტანეს რუსებთან ჩვენ გქონდა კიევთან გქონდა ჩვენ ძალიან ხო და ანუ ჩვენ მათგან არ გვაქვს ეს მიღებული ჩვენ ვართ ერთ-ერთი ძირძველი ქრისტიანები და ძირძველი მართლმადიდებლები და ვიცავთ ამას 600 წლით უფროსი ქრისტიანები ვართ აქედან გამომდინარე ჩვენთან ახლა რა პრობლემა დადგა რომ აი არასოდეს არ ყოფილა საქართველოში რომ მღვდელი რო ერის გვერდით იყო ეს არავის არ ჩაუთვლია პოლიტიკად ეს მღვდელსო შეურაცხყოფა მიაყენეს ერი რო აჯანყდა და მღვდელმა რა უთხრა მე კი არ მომაყენე შეურაცხყოფა თქვენ მოგარანეს და ეხლა როცა ერს აყენებენ შეურაცხყოფას მე არ მაყენებენ მღვდელს ბაქტრიონის აჯანყდა მე არ მაყენებენ ამიტომ ჩვენი ქრისტეს მღვდელი ცალკე და ერი ცალკე არ ყოფილა არასოდეს აი ეს გაყო რუსეთმა დღეს აი ეკლესია თითქოს დაადუმა ერის მიმართებაში მაშინ ვისი მამა ვარ მე მამაოს რატომ ეძახიან ხო რაღაცა სულიერი გაგება ხო მისი სულიერი მამა ვარ იმიტომ რომ სულიერი ნიშნავს აზროვნებითი ფორმულირებას ვახდენ მისას და როგორ მოვახდინო აზროვნებითი ფორმულირება მე გუბაზის როცა გუბას უჭირს მის გვერდით არა ვარ და გეგრძალება ჩვენს გვერდზე მიგრძალავენ ეს პოლიტიკა არისო ამას რძენი გახდა დოროთეს პოლიტიკური ხადაგებები რატოა პოლიტიკა აი ეს არის რუსული შემოვიდა ეს საშიშროება არის აი თავში რო ვთქვი რომ საშიშროება არ არის მთლად ესე ვერ ვთქვი არის ეკლესიაში იმიტომ რომ თან ეს რუსებს ჩვენთვის აქვთ თორე ხა დააკვირდით რუსული ეკლესია როგორ არის ჩართული უკრაინის ომში პირდაპირ არის ჩართული მაგრამ ჩვენ მღვდლებს თურმე ქართველ მღვდლებს რუსთაველის გამზირს რო ჩავერთოთ აქ და ამ ახალგაზრდების დაცვაში რო ჩავერთოთ ეს უკვე პოლიტიკაა გესმით დაჩაგრულის მხარის დაჭერა აიგრძალა და ეს დაჩაგრული ჩემი შვილია არა და ქრისტიანობა და ქრისტე არის დაჩაგრულის მხარეს ესაა ჩვენი სიძლე მე სხვათა შორის მუსლიმები მეუნეუნენ სირიაში რომ ცოტა ისე მითხრით მე კი აუხსენე რა რომ თქვენიო ღმერთიო კაცო ის არისო ხეიბრების და დაჩაგრულების ღმერთიო ზუსტად მაგაშია საქმე სუსტების დამცველი ღმერთია ჩვენი თუ მე მიხვდნენ რაღაცებს რაც უთხარი ხო ამის აღქმის პრობლემა აქვს სამების აღქმის პრობლემა აქვს მუსლიმებს ჯვარცმას არ აღიარებენ ხო ბევრი რაღაცები ახლა ეს შორს წაგვიყვანს მაგრამ ზუსტად მამაო დიდი ბოდიში აი აგერ არის ჩვენი ისა გერბი ბაგრატიონების გერბი და მაშინ დინასტიის გერბი სახელმწიფო გერბი იყო ხო ეს ვახტანგ გვაქვს არ თუ არ ვცდე თვითონ მეგობრებო აქ არის პირდაპირ ლეგიტიმაცია აღებული ძველი აღთქმიდან და დავით მეფსალმუნესგან დავით წინასწარმეტყველისგან ხო ცენტრში არის ქრისტეს კვართი ზემოთ არის დავითის შურდული და დავითის ქნარი ძვირფასო მეგობრებო ეს ბაგრატიონების განაცხადია
როგორ არის ხო ჩვენ ცნობა გვაქვს რომ და ვიცით ასე რომ ბაგრატიონები თვითონ თავის თავს ძვირფასო მეგობრებო თვლიდნენ ბიბლიური დავით მეფსალმუნეს შთამომავლად დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად ახლა მეფე დავითი გვახსოვს ხო როგორ არის უფლისნებით ავიდა ტახტზე ისრაელის ტახტზე გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ავიდა და მე იერუსალიმი აიღო და მე მისმა შვილმა სოლომონმა იქ ტაძარი ააშენა პირველი ტაძარი უფლის ტაძარი ააშენა როგორ ავიდა დავითი ხო გავიხსენოთ სამუელმა წინასწარმეტყველმა სამუელმა აკურთხა მირონცხებული აქედან მოდის ხო და სამუელმა რა დაანათლა დავითს შენი შვილები შენი შთამომავლები იმეფებენ ხო და გადის თითქმის 2000 წელი და აი თითქმის იდენტურ ამბავს გადავაწყდებით ჩვენ როცა გრიგოლ ხანძთელი უდაბნოს ვარსკვლავი აშოტ ყურაპალაც რო აკურთხებს როგორ ეუბნება დავით წინასწარმეტყველისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო ასე მიმართავს ანუ ესა ლეგიტიმაციის საკითხი და ბაგრატიონები რო დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად თვლიდნენ თავს ეს ჩვენი ბაგრატიონების აჩემება კი არ იყო ამას ადასტურებს სომხური წყაროებიც ხა ჩვენ გვაქვს სუმბად დავითის ძის ისტორია ხო მე-11 საუკუნეში მანამდე კონსტანტინე პორფიროგენეტი ბიზანტიის იმპერატორი მას აქვს ნაშრომი როგორ ქვია იმპერიის მართვის შესახებ იქ უწერია მას კონსტანტინე პორფიროგენეტს რომ იბერებიო ქართველების მეფეებიო არიანო იმათ შთამომავლებიო რა ქვია ბიბლიური დავითისო ანუ დადა სხვა მონაპირე და მოსაზღვრე ქვეყნა სხვებიც აღიარებს ამას დავით აღმაშენებელი გიორგი თვლიდა რომ ის იყო 78 მუხლი დავით მეფსალმუნესი და მათ ბაგრატიონებს ეს გააზრებულიც ჰქონდათ იმიტომ რომ ვინ არის ბიბლიური დავითი დავითი და გოლიათის ომი და მთელი ჩვენი ისტორია არ არის დავითისა და გოლიათის ომი როგორი მცირე ძალებით ვიბრძვით ჩვენ და რატო ვიბრძვით აი შურდულით რომ გოლიათი მოკლა ეს სიმბოლიზმი რაშია დავითის მარჯვენა ხო დავითის მარჯვენას უფალი წარმართავდა აბა იმ გოლიათს ვინ მოერეოდა ის შურდული წარმართა უფალმა ხო და იგივე არ არის დიდგორი მისი 78 შთამომავალი აბა იმ ხელა იმპერიასთან რა გულმა უნდა გაგიძლოს მთელი აზია შემოვიდა მაშინ მანგლისის ხეობაში არ არის და ეს იცოდნენ ბაგრატიონებმა და ეს იცოდნენ ქართველებმა ის ამასე არაგველი გოლიათის და ანუ მცირე ძალებით რა არის თავისუფლება საბოლოო ჯამში მოაქვს სიმამაცეს მამაო ქრისტიანობა სიმამაცეა ო რაღაცა წარმოუდგენელ ფიზიკურ ძალას რო უპირისპირდა სიმამაცე უდრის თავისუფლებას ხოლო სიმხდალე უდრის მონობას და ჩვენი ისტორია არის სიმამაცის არჩევანი ყოველთვის იმიტომ რომ ბიბლიური დავითიდან მოდის გოლიათთან ბრძოლიდან მოდის ბრძოლა ყოველთვის არ ნიშნავს იარაღის ხმარებას ბრძოლა საკუთარ თავთან საკუთარ ნებებთან და შენზე 100-ჯერ 1000-ჯერ უფრო დიდ ძალასთან დაპირისპირება რატომ იმიტომ რომ უფლის იმედი გაქვს ხო დადიოდა ლეგენდა რომ დიდგორის ბრძოლის დროს ქართველმა მეომრებმა ნახეს წმინდა გიორგი ცაზე იყო ასეთი ლეგენდა დადიოდა რომ წმინდა გიორგი მიუძღოდა ჩვენ ჯარს მორწმუნე ქართველი დღეს როგორ არის რომ დასავლეთში და რატოა ქრისტიანობის კრიზისი ზოგადად ფორმა მაჯობა შინაარს რელიგია მაჯობა რწმენას ხო რაღაცა მატერიალისტური ქრისტიანობა გაჩნდა რაღაც აი დასავლეთ განსაკუთრებით ევროპაში ქრისტიანობაზე შეტევა წავიდა აი ბოლო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით ხო რომ მატერიალისტური ქრისტიანობა კომპრომისზე წავიდა თავდაცვაზე გადავიდა ქრისტიანობა
და ამას ეს მოყვა და მატერიალისტურმა ეგრეთ წოდებულმა ლიბერალურმა ქრისტიანობა მოსავალი ვერ მოგწა ხო ხედავ რა დღეში ვართ როგორი ზნეობრივი კრიზისია მარტო საქართველოში კი არა ამის ალტერნატივა ვერ იქნება რუსული პრავოსლავია გამორიცხულია რუსულ იცი როგორ არის მაშინ ვილაპარაკოთ რუსებთან ჩვენი ერთობის შესახებ როცა ანტიქრისტე ლენინის აყროლებულ გვამს გაიტანენ იქიდან. აი მაშინ ვილაპარაკოთ. ამაზე იქეთ წარმართობა არ არსებობს. ის აზრის წინ უსვენიათ ეს ანტიქრისტე. ღვთისმგმობი ეკლესიები. ბასილი დიდის ტაძარია ეს. კი. კაბადოკიელის. აი რთულია უკაცრავად. დამთავრება რთულია. რაღაცას ვიტყვით ვაშკაცობაზე რო თქვა ბიბლიურად არის ესეთი რაღაცა რომ სიწმინდეს გამბედაობა აღემატება და გამბედავ ადამიანს დამთმენი ადამიანი აღემატება. დიახ. და აი ქართული ერი როგორი რაღაცა ჩვენ როგორც გუბაზმა ისაუბრა ყოველთვის ქონდა იერუსალიმის სულიერი მემკვიდრეობის პრეტენზია ქონდა ყოველთვის. ახლა რუსეთს ხო აქვს რომის მემკვიდრეობა, მესამე რომი ხო თვლის თავს. ვინც ბიბლიას, ახლა ბიბლია, ძველ აღთქმას გულის ხო, ვინც ბიბლიას წაიკითხავს, იქ იგავები და სიბრძნეების გარდა მეფეთა ცხოვრებას. ბიბლია არის იქ ებრაელი ერის ტანჯვა მონობა, გადასახლება ბაბილონის ტყვეობა. ამ ხელაუბედურებებია და თან ვიცით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ერი არის ღვთის რჩეული ერი. და არასოდეს არ ყოფილა ეს ერი თუნდაც ბაბილონის დონე, ან მისი ნახევარიც კი. იმით პოლიტიკური ძალმოსილებით. და არც ეგვიპტე იყო და არც ბაბილონი. ღვთის რჩეული ერია, ხო? და რატო უნდა მოგინდეს? იყო ისრაელის გამგრძელებელი, ახალი იერუსალიმი რო იყო, რატო უნდა მოგინდეს თუ არა ღმერთის სიყვარული? იმიტომ რომ ეს ერი იყო, რომელსაც ღმერთი უყვარდა და ამ ერის შვილები და გამოცდა იყო. რჩეული ერი არ ნიშნავს რომ სხვა ჯობი ხო? არა. ტვირთი გაქვს აკიდებული უფრო მეტი. ეს ბევრს ეშლება. ხო და ანტისემიტების ის არის, რა ქვია, არგუმენტი. რომ აი ეგენი თავს ფლენს, არა. უფრო მეტი ტვირთი აქვს აკიდა უფალმა ებრაელობას. ამ შემთხვევაში საქართველოს და ამ შემთხვევაში საქართველოს ეს მისია ეთყობა შეიგრძნეს მეფეებმა ნახეს ეს რომ ჩვენ ის მისია გვაქვს ქრისტიანობაში ეხლა რომ ის თუნდაც ზოგჯერ დაჩაგრული ზოგჯერ წამებული მაგრამ არ გამტყდარი დამთმენი ამიტომ ვთქვი რომ აი დამთმენი აი ჩვენ დამთმენი ერი ვართ ყოველთვის ვერ ვიგებდით ჩვენ მაგრამ ვითმენდით და არ ვტყდებოდი და დათმენად სხვათა შორის მე ჯიუტი ვთქვი და ეს დამიწუნეს ზოგიერთებმა და არა და სუსტად ვთქვი, იმიტომ რომ ჯიუტს ორი გაგება აქვს, ერთი ცუდ რაღაცაში გაჯიუტებული, ერთი კარგ რაღაცაში გაჯიუტებული. გაუტეხლობა რა. უტეხლობა ესე აქვს. უტეხი. განმარტება და ეხლა უტეხლობა ვინც ბოლომდე დაითმენს ის გადარჩებაო, რომ ამბობს უფალი. ეს ნიშნავს იდეაზე ვინც ბოლომდე დარჩება ჯიუტად. პოროტებასთან შეუგუებლობას. აი იდეა რომ ქართული იდეა კომპრომისობა. ქართული იდეა რომელიც არსებობს და რომელზეც საუბრობდით, აი ამ იდეაზე დგომა სიკვდილამდე და სიკვდილის ჩათვლით. ეს იყო ქართული ერის პრინციპი, ხო, იდეა. და ეს არის დღესაც ჩვენი ერის, როგორც ასეთი, ერის და რაღაცები ცდილობენ რომ ამის წართმევას, მაგრამ რა ვიცი, ვერ წაგვართმევენ. ის იდეა დარჩება და ამოცენდება ყოველთვის. ამას ჩვენ ვერ წაგვართმევენ. ამას რუსთაველის გამზერზე მყოფი ადამიანებს ვერ წაართმევენ და ჩვენ აუცილებლად ქრისტეს გზაზე გავიმარჯვებთ.
მადლობა. მადლობა. ბატონო გუბას. დღევანდელი საუბარი ჩვენ სააღდგომო დღეებს მიუძღვენ თავისთავად და თემატიკაც საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის იმდენად რამდენადაც ქართული სამეფო დინასტიის მიერ ჩავასწორებ ამ შემთხვევაში არა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, არამედ მისი მიღების გარკვეული საიუბილეო წელი არის წლისთავი არის და მე დარწმუნებული ვარ მოგვიწევს ამ თემაზეც და ამ თემიდან გამომდინარე ბევრ სხვა კონკრეტულ ეპიზოდზე ჩვენი ცხოვრების ისტორიის ნაწილზეც და თანამედროვეობაზეც პარალელების გიორგი შეიძლება ერთ რამეს და რო არა ვთქვა არ შემიძლია აღდგომა მობრძანდება და ისი მადლით ხო ერთხელ პატრიარქთან მქონდა შეხვედრა რამოდენიმეჯერა ვარ შენახვედრ და გავბედე და ვკითხე მას რომ უწმინდესო რა არის თქვენი ოცნება და მაშინ მითხრა რომ ჩემი ოცნება არის რომ ჩვენ იერუსალიმში დავბრუნდეთ ჯვრის მონასტერი დავიბრუნოთ საქართველოს დაადგება ფეხზე მაშინ როცა ჩვენ იერუსალიმში დავბრუნდებითო და ეს ჩვენი სახელმწიფო დროშაც ეს რელიგიურ დროშა ეს დინასტიის დროშა ეს წმინდა მიწის სიმბოლოა აი ამის თქმა მინდოდა მეც ვიტყვი ერთს ბევრს ქრისტე მკვდარი გონია და ის ადამიანები ვისაც ქრისტე მკვდარი გონია ალბათ იტყვიან ქრისტე აღსდგას მაგრამ ეს გულს გარეთ და მინდა ყველას უთხრა რომ ვინც ქრისტე აღსდგას იტყვით იცოდეთ რომ ქრისტე ცოცხალია და ის თუ ცოცხალია თუს იმიტომ ვამბობ რომ ვიღაცებს არ სწავთ ის ცოცხალია და თუ ცოცხალია ესე იგი ჩვენთან არის მე თქვენთან ვარ ყოველდღე სანამ ეს სოფელი არ დასრულდება აი ეს უთხრა მოციქულებს და ეს გითხრა ჩვენ და მე ამას ცოტა ჩემებურად ვიტყვი ვიცი ხოლმე ჩემებური საუბარი ის ჩვენშია სანამ ამ სოფელში მისი მიმდევრები იცხოვრებენ და ის აღსდგა ცოცხალია და ჩვენშია და ამიტომ ვინც ამას ირწმუნებს მის წინააღმდეგ არ წავა იმიტომ რომ ბოლოს ეკნება სათქმელი შენ გაიმარჯვე გალილეველო ის გაიმარჯვეს იულიანე განდგომილმა თქვა ბოლო წარმართმა იმპერატორმა ის დიდი მოაზროვნე იყო სოფელში ილოცავთ ისე სახელმწიფოს ქრისტე აღსდგა მადლობა ჩვენს მაყურებელს, ჩვენს აუდიტორიას. დღეს ამი დავამთავროთ იმედით, რომ კვლავ შევხვდებით ამ შემადგენლობის, როგორც დროების, ასევე ფორმულას მაყურებელს.